ევროკავშირი ქვეყნების კავშირი მშვიდობის, სტაბილურობისა და ერთიანობისათვის. ევროკავშირი უნიკალური გაერთიანებაა, რომელიც აერთიანებს ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს საერთო ღირებულებების და მიზნების გარშემო. მას აქვს საკუთარი სიმბოლოები, რომლებიც მის იდენტობას გამოხატავს. ევროკავშირის დროშა ლურჯ-ფონზე წრიულად განლაგებული 12 ოქროსფერი ვარსკვლავისაგან შედგება. აქვს საკუთარი დევიზი, ერთიანობა მრავალფეროვნებაშია, რომელიც საუკეთესოდ ასახავს გაერთიანების არს. დევიზი მიუთითებს იმაზე, რომ ევროპის ხალხები მიუხედავად განსხვავებული ენებისა, ტრადიციებისა და კულტურისა, ერთად თანამშრომლობენ მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად. ამავე იდეას ემსახურება ევროკავშირის იმედს, ბეთჰოვენის სიხარულის ყოდა, რომელიც მისი მეცხრე სიმფონიიდანაა წარმოდგენილი. ის მიუთითებს მეგობრობის, სოლიდარობისა და ადამიანებს შორის ერთობის იდეას. ევროკავშირის ინსტიტუტებში დოკუმენტები და ოფიციალური დებატები ითარგმნება ყველა ამ ენაზე, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს საკუთარ ენაზე მიიღონ ინფორმაცია და მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ ევროპარლამენტი ითვლება თარჯმნების ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსაქმებელად მსოფლიოში. ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია საერთო ვალუტა ევრო. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში 27 ქვეყანა შედის, ევრო მხოლოდ 19 ქვეყნის ოფიციალური ვალუტაა და ისინი ქმნიან ეგრეთ წოდებულ ევროზონას. ევროკავშირის მოქალაქეებს ბევრი საერთო უფლება აქვთ, მათ პასპორტებს ერთნაირი დიზაინი ახასიათებთ და მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილონ, იცხოვრონ და იმუშაონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს თავისუფლება ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება. ამასთან ერთად ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაამარტება მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრება. ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და თითოეულ წევრ ქვეყანას აქვს კავშირიდან გასვლის უფლება. ეს უფლება განსაზღვრულია ევროკავშირის ხელშეკრულებით. გასვლის პროცესი რთულია და მოითხოვს მოლაპარაკებებს ევროკავშირსა და გასულ ქვეყანას შორის. ამ დრომდე ევროკავშირი მხოლოდ ერთმა ქვეყანამ დატოვა და ეს ქვეყანა არის გაერთიანებული სამეფო. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დამკვიდრებაში, რის გამოც 2012 წელს მას ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა. მილიონობით მოქალაქის ინტერესები და მისი წევრები არჩევნების გზით ირჩევენ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. ევროკავშირში ასევე აქტიურად უჭერენ მხარს განათლებას და ახალგაზრდებს, მათ შორის ევროპული სკოლების ქსელის მეშვეობით, რომელთა პროგრამაში საქართველოც არის ჩართული.